მოგესალმებით. ეთერშია საინფორმაციო პროგრამა ფაქტი. გურიაში განვითარებულ სიახლეებს გიორგი დოლიძე გაგაცნობთ. როგორ შეხვდნენ ოზურგეთელები დედის დღეს? ამას ჩვენი კორესპონდენტი თამთა დოლიძე ქალაქის ქუჩებში არკვევდა. გუშინ ოზურგეთში წვიმა და ღრუბლიანი ამინდი იყო. მზე არსად ჩანდა, მაგრამ იყო უამრავი მზისფერი ყვავილი, რომელიც ჩვენს ქალაქს ალამაზებდა და სადღესასწაულო განწყობას ქმნიდა. ეს იმიტომ, რომ კალენდარზე 3 მარტი ეწერა და ქალაქში დედის დღეს აღნიშნავდნენ. ქართველებისთვის დედის ფენომენს რომ განსაკუთრებით დიდი დატვირთვა აქვს, იმითაც ჩანს, რომ საერთაშორისო 8 მარტი არ ვიკმარეთ და დედებს ცალკე დღესასწაული 3 მარტი ვაჩუქეთ. წლევანდელი დედის დღე ოზურგეთში შედარებით მოკრძალებული გამოდგა, ვიდრე ეს წინა წლებში ხდებოდა. რისი ბრალია ეს განწყობის უქონლობის ეკონომიკური პრობლემების თუ უბრალოდ წვიმიანი ამინდის ჩვენ ვერ დავადგინეთ, მაგრამ წელს ქუჩაში ყვავილებით ხელდამშვენებული ქალბატონების სიმცირე ნამდვილად შეიმჩნეოდა. ცოტათი იმედგაცრუებულნი ჩანდნენ ყვავილების გამყიდველებით. ასეთ სადღესასწაულო დღეებში ისინი ხომ მოსახლეობის განწყობის ექსპერტები არიან. თუმცა მაინც მხიარულად მოგვილოცეს ჩვენ და მთელ საქართველოს დედის დღე. გილოცავთ დედის დღეს, მრავალს დაესწარით. ბედნიერი ყოფილიყავით შვილებიდან. იყიდება ყვავილების ისე. ეს ოზურგეთია და ოზურგეთში ნაკლებად შეტანებიან ყვავილებს. იყიდებენ მაინც. ცოტ-ცოტას. ყვავილები სხვა დროს უფრო მეტი იყიდებოდა, ვიდრე წინა წლებში შედარებით მეტი იყიდებოდა და წელს უფრო ნაკლებია საერთოდ. რა თქმა უნდა, იგრძნობა უფრო ბავშვები მეტ ადრე, ბავშვები. ყველას დედებისთვის მიაქვს ყვავილები. მამაკაცებსაც რა თქმა უნდა, მეუღლეებისთვის. მეც ვერთდები. ყველა დედას უსურვებ ბედნიერი დედა იყოს. თავის შვილებთან ერთად და წარმატებული. ამ დღეს ქალბატონებისთვის განწყობის ამაღლება განსაკუთრებით მამაკაცებს ევალებათ და ჩვენც მათი გეგმებით დავინტერესდით. პირველში მე მინდა ყველა დედას მიულოცო დღევანდელი დღე, დედის დღე, რაც შეეხება ახლა ჩვენს ოჯახში მყოფ დედებს. საჩუქრებს ყიდულობთ, ეს ძალიან ახალեցებს და ძალიან უხარიათ, ეს ყურადღების ალბათ ნიშანია და მე ვფიქრობ, რომ მე მინდა ყველა მამაკაც მოუწოდო რა. აი ელემენტარული, ორად-ორი დღე მანდილოსებს წელიწადში და ეს ორად-ორი დღე უნდა გამოვიყენოთ, იმით რომ შევახსენოთ, რომ ძალიან გვიყვარს ესენი. მცირეოდენად სიმბოლო საჩუქრათა მას რომ მეათვა მანდილოსებს ჩათვალო, სიყოლე გაათმაგდება და გაასმაგდება. ულოცავ ყველა დედას დღევანდელ დღეს უსურვებ ჯანმრთელობას, წარმატებებს. და რაც შეიძლება მრავალ შვილს. სოფლიოს დედას ულოცავ დღევანდელ დღეს. უსურვებ ჯანმრთელობას, ყველას განსაკუთრებით დედაჩემს და თქვენ დედიკოსას პირველ რიგში თქვენსაც და ყველას ვინც მიყურებს და ამ დღეს ლამაზად აღნიშნავს. მხიარულ განწყობას ინარჩუნებდნენ ქალბატონებიც. მათ ხიმულს ნამდვილად ეტყობოდა რა დღესასწაული იყო. მე მინდა მიულოცო ყველა დედას, ყველა ბებიას, ყველა ქალს დღევანდელი დღე ყოფილიყოს მშვიდობის, ბედნიერების დღეები ყველა ქალისთვის. გაზაფხულივით ლამაზები ყოფილიყვნენ მთელი ცხოვრება. სულიერ სიმშვიდეს უსურვებ, დღეგრძელობას და ყველაფერს საუკეთესოს. ბედნიერი დედები ყოფილიყვნენ და სულ სიხარული ქონოდნენ და სიმრავლე და მისი შვილებიდან გახარებული ყოფილიყვნენ სულ. მთელ სოფლიოში ყველას ულოცავ. დედის დღის მილოცვა და საჩუქრის მიწყნა განსაკუთრებით ბავშვებს არ ავიწყდებათ. თითოეული ინდივიდუალურად ცდილობს დედის გახარებას. ზოგი თავის შექმნილ ნახატს უძღვნის, ზოგი კი ყვავილების თაიგული შეკვრას ცდილობს. ჩვენ კი ისეთი გოგონაც აღმოვაჩინეთ დედას თავისი დაწერილი ლექსი რომ მიუძღვნა. ულოცავ დედის დღეს ყველა დედას და ყველა ქალს, ვის მომავალი დედა გახდება და ვინც ელოდება კიდე ბავშვს ყველას. ულოცავ ყველა დედას დღევანდელ დღეს და ვუსურვებ ბედნიერი დედები ყოფილიყო და გაეხარებინათ ყველა მათ თავიანთ შვილებს. თვალები ბევრჯერ მინატრია, შენი გულისათვის ბევრჯერ მიტირია, შენი სიყვარული გულში ჩამწენია, შენი თავისათვის ბევრჯერ მილოცნია. ჩემ დედას მიუძღვენი დედის დღესთან დაკავშირებით. გუშინ კაფე იზაბელაში მოსწავლე ახალგაზრდობის სახლმა დედის დღისადმი მიზღვნილი საღამო გამართა. თია იოსელიანი განაგრძობს თემას. ვიდრე დედა ყავს ნუგეშინია, ვიდრე დედა ყავს ვინ მოგერევა. ლექსად, სიმღერად და თუნდაც თეატრალიზებულად დიდი სიყვარულის ძალა, რასაც დედაშვილობა ჰქვია, თითოეულმა თავისებურად ახსნა, მოკრძალებულად, გამეტებულად, ემოციურად და ალალად. დაითქვა ყველაფერი ბოლომდე ამოუხსნელ ურთიერთობის საიდუმლოზე, ღრმა და უკიდეგანო დედაშვილობის ფენომენზე, რასაც გაძლიერებული გულის ძგერი თავისთავად იტევს სიტყვა დედა, როგორც სიკეთის წყარო, სისხლიმილი ქვეყნის ნათლისწვეტი და მშვენება.
საღამოს, რომელსაც ოფიციალური სტუმრები, სკოლის დირექტორები და სხვა ცნობილი ქალბატონები ესწრებოდნენ, მოსწავლე ახალგაზრდობის სახლის ბაზაზე არსებული სტუდიის მოსწავლეების სხვადასხვა თეატრალიზებული წარმოდგენებით, მინი სპექტაკლებით და იუმორით სანახაობრივად უფრო დატვირთულს და მრავალფეროვანს ხდიდნენ. იყო სიმღერა და ბევრი მილოცვა, ყველაზე მდიდარ განძზე, მომავლის საწყიზე, რომელიც მუდამ ბავშვად, ენერგიულად და ბედნიერად გაგრძნობინებს თავს. დასასრულს კი ითქვა, რომ მათი ამაგის მისხალისო და ნაფასი მაინც ჩაიდო იმ ყველაფერში, რაც ამ დღეს სწორედ მათთვის ითქვა. მივესალმები რაიონის დედებს და მიულოცავ დღევანდელ დღეს. პირველ რიგში გაზაფხულის შემოგზავნებას და მინდა რომ ყველა დედა ბედნიერი იყოს. მას ლამაზი, სულიერად ძლიერი, ფიზიკურად ჯანმრთელი შვილები გაეზარდოთ. მე ვეფერები ყველა დედას და მეც მინდა ვიყო ბედნიერი დედა. მთელი ოზურგეთი. დღევანდელ დღეს ვულოცავ ყველა ქალბატონს, ყველა დედას, ყველა ბებიას და ყველა ქართველ ქალბატონს და არა მარტო ქართველს. მინდა ბედნიერება უსურვო მათ, ქალური ბედნიერება და ბედნიერ საქართველოში ეცხოვროთ. ბედნიერი დღე არის დღეს და ესეთი დღეები უმრავლეს სრულიად საქართველოს. საოცრად ლამაზი დღეა. გამორჩეული ყველა დღეთაგან, იმიტომ რომ დედა გამორჩეულია, დედა არის ერის ბურჯი, ყველაზე სიცოცხლის საწყისი არის დედა და ეს დღე რომ უძვირფასესია და ეს დღე რომ ყველას დღისაგან გამორჩეულია, ამას ჩემი თქმაც არ სჭირდება ნამდვილად. დედა ამკვიდრებს ბედნიერებას, გულს გვიხარებს და სულს გვილამაზებს. დედას ვერავინ ვერ შეედრება გულითადობით ამ ქვეყანაზე. დედა სიცოცხლის დიდო საწყისო. დედა ცხოვრების ფუძე მაგარო, ეს გული შენი გულით ხალისობს, შენი თვალებით ხედავს სამყაროს. ყველაზე ძვირფასი, დედის ფასი ქვეყანაზე არაფერი არა. აუფრთხილდეთ დედას.